სტრატეგიული ალიანსების შექმნის პროცესში ასევე ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს ალიანსის მონაწილეებს შორის ავტონომიურობის დაკარგვა. ეს ნიშნავს, რომ ისევ როგორც დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირების დროს აქ იკარგება ქმედებების თავისუფლება კონკრეტული მიმართულებებით და ბუნებრივია ამანაც შეიძლება შექმნას გარკვეული სირთულეები ალიანსის მონაწილეებს შორის. და ასევე ბიზნესის წარმოების პირობების შეცვლა, თუ ალიანსის რომელიმე მონაწილე თავის თავს ვერ ხედავს ალიანსში როგორც მისთვის ყველაზე ეფექტური მოქმედების გზად გარკვეული პერიოდის შემდეგ, ან მან შეძლო გარკვეული თავისი სუსტი მხარეების გაძლიერება, ბუნებრივია მისთვის იცვლება ბიზნესის წარმოების პირობები და მან შეიძლება დატოვოს ალიანსი ან შექმნას, ესე ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები მთლიანად ალიანსის მოქმედების პროცესში. შემდეგ საკითხს რაც შეეხება, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციული სტრუქტურა მთლიანად გლობალური ბიზნესის წარმოების პროცესში კომპანიებისთვის და ასევე კონტროლი მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციული სტრუქტურის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო ფართომასშტაბიანია და რაც უფრო მსხვილია კომპანია, მით უფრო ძლიერი ინსტრუმენტებია საჭირო მისი კონტროლის მექანიზმების განხორციელების ნაწილში. თვითონ ორგანიზაციული სტრუქტურაზე საკმაოდ ბევრია დამოკიდებული, რადგანაც სწორედ კარგად მოქნილი და ეფექტურად მოქმედი ორგანიზაციული სტრუქტურა განაპირობებს კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე მოქმედებისას, რაც ამცირებს ბიუროკრატიულ დანახარჯებს და უფრო მოქნილ ხდის კომპანიის ოპერირებას. ამიტომ თვითონ ორგანიზაციული ორგანიზაციული სტრუქტურა განაპირობებს სტრატეგიული მენეჯმენტის განხორციელებაში რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს და უპირატესობას. პირველი ეს არის რესურსების განაწილება, მეორე ეს არის ფუნქციების განაწილება თვითონ თანამშრომლებს შორის და ზუსტი დელეგირება უფლებამოვალეობების, ასევე წესების და პროცედურების ერთობლიობას, რომლითაც უნდა იმართოს ყველა ის ქვედანაყოფი თუ ყველა ის მიმართულება, რომელიც შედის გლობალური კომპანიის სტრუქტურაში და ასევე ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის დროს. ბუნებრივია ინფორმაციის გავრცელება თანამედროვე პირობებში არ არის რთული, იგივე ინტერნეტის თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონიდან გამომდინარე, თუმცა თვითონ წესებს და სტანდარტებს ინფორმაციის გავრცელების სფეროში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს იმართება პირველ რიგში რეგიონალური დეპარტამენტების მიერ, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ თავის საკუთარ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ და ამ ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე ხდება სტრუქტურის მოქმედ სუბიექტებს შორის გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და რეაგირება თვითონ პრობლემურ საკითხებზე. შემდეგი საკითხი, რაც მინდა გითხრათ, ეს არის გლობალური სასაქონლო სტრუქტურა. გლობალური სასაქონლო სტრუქტურა გულისხმობს თვითონ პროდუქტების დაყოფას და პროდუქტების ორგანიზაციულად შექმნას ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რადგანაც ჩვენ არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ გლობალურ ბაზრებზე მომხმარებლები არიან განსხვავებულები, საჭიროა მათი დიფერენციაცია ხშირ შემთხვევაში და საქონლის და მომსახურების სწორედ სტრუქტურის შექმნა, რომელიც თითოეულ გასაღების ბაზარზე იქნება ადაპტირებული. იგივე მომხმარებელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მის სტრუქტურას საქონელთან მიმართებაში, ასევე ტექნოლოგიებს, კონკურენტებს, რომლებიც მუშაობენ იგივე პროდუქციის შექმნის სეგმენტში და მთლიანობაში ეს ყველაფერი თავს იხდის გლობალური სასაქონლო სტრუქტურის კომპონენტში. ასევე არის გლობალური გეოგრაფიული სტრუქტურა. გლობალური გეოგრაფიული სტრუქტურა აერთიანებს ქვედანაყოფებს, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას კონკრეტულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული, კომერციული, სოციალური თუ ეკონომიკური თავისებურებების შესახებ და ხდება შესაბამისად რეაგირება ამ გეოგრაფიული სტრუქტურის მიხედვით. რაც შეეხება ფუნქციონალურ სტრუქტურას, ფუნქციონალური სტრუქტურა ეს არის დანაწილება თვითონ კომპანიის გარკვეულ ფუნქციურ ერთეულებს შორის
პირობითად მარკეტინგული, ფინანსური, იგივე კომერციული, საწარმოო, ტექნიკური თუ ასე შემდეგ, როდესაც ხდება კომპანიის დაყოფა ნიშნების მიხედვით და სხვადასხვა რეგიონალურ ერთეულებზე თუ სხვადასხვა მიმართულებებზე შეთავაზება განსხვავებული გლობალური სტრატეგიის და სტრუქტურის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრუქტურა. ჩვენ ერთხელ უკვე ვახსენეთ, იგივე მომხმარებლები განსხვავდებიან თავიანთი გემოვნებით, განსხვავდებიან საკუთარი შესაძლებლობებით თუ გადახდისუნარიანობით, ამიტომ გლობალური კომპანია ყოველთვის ახდენს მომხმარებელზე ორიენტირებული სტრუქტურის შექმნას, მაშინ როდესაც შეიძლება მესამე ქვეყნის ბაზრებზე ხდებოდეს განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული პროდუქტის თუ სერვისის მიწოდება, რომელიც ფასის მიერ ნაწილში იქნება და ხარისხის ნაწილში ბევრად უფრო დაბალი, მაშინ როდესაც იგივე მაღალგადახდისუნარიან ბაზრებზე, ევროპულ, ამერიკულ თუ აზიის ჩრდილოეთ ბაზრებზე შეიძლება განსხვავებულად ხდებოდეს მიდგომა. მაგალითად ძალიან საინტერესო მაგალითებია იგივე გლობალური კომპანიის მოქმედებების, როდესაც იგივე ალკოჰოლო თუ ალკოჰოლური სასმელების კომპანიები ისეთ ბაზრებზე, სადაც მათი მოხმარება საკმაოდ მაღალია, იგივე რუსული და უკრაინის ბაზრებზე და განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიან ფენაში, სწორედ აქცენტს აკეთებენ დაბალფასიანი და შედარებით მდარე ხარისხის ალკოჰოლური სასმელების შეთავაზებაზე, რადგანაც ეს არის ყველაზე გაყიდვადი და ეს წერს ყველაზე მეტ თანხას, ვიდრე მაგალითად განსხვავებით ევროპული ბაზრებისგან, სადაც საკმაოდ გემოვნებიანი მომხმარებელი ცხოვრობს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქ გემოვნების მახასიათებლებს, რომელთაც ყურადღებას აქცევს ევროპელი მომხმარებელი. არსებობს ასევე გლობალური მატრიცული სტრუქტურა. მატრიცული სტრუქტურა გულისხმობს ყველაზე ჩამოთვლილი საკითხის, გლობალური სასაქონლო სტრუქტურის, გლობალური გეოგრაფიული სტრუქტურის, გლობალური ფუნქციონალური სტრუქტურის და ასევე გლობალური მომხმარებელზე ორიენტირებული სტრუქტურის ერთიან კომპლექსში შეკვრას, ანუ ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიის თუ სტრუქტურის გამოყენებას და ასევე გარკვეული პერიოდით შეიძლება რაღაც კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია დღეს ფუნქციონალური სტრუქტურის გამართულ მუშაობაზე, შეიძლება ეს ვადა დამთავრდეს და შემდეგ გადაერთოს გეოგრაფიული სტრუქტურის ეფექტური მუშაობის პრინციპებზე. ამიტომ მატრიცული სტრუქტურა არის ერთგვარად ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მოქნილი და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებული, რასაც აქტიურად იყენებენ თვითონ გლობალური კომპანიები, რადგანაც სწორედ ეს განსაზღვრავს მთლიანობაში კომპანიის ეფექტურ მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ გამოვყოთ სამი ძირითადი მიდგომა თვითონ ორგანიზაციული სტრუქტურის მოქმედების ნაწილში. ეს არის ეთნოცენტრული სტრუქტურა, რომელიც გათვლილია კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების მზია მორგებული და მათ მართვას უზრუნველყოფს. არის პოლიცენტრული, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნების მასშტაბში ან კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე გათვლილ გეოგრაფიული სტრუქტურის წარმოებას, მაგალითად ამის ძალიან კარგი მაგალითია DST-ს ქვეყნების დირექტორი პირობითად აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ქვეყნების რეგიონალური მენეჯერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასევე გეოცენტრული სტრუქტურა, რომელიც კონკრეტულად კონცენტრირებულია გლობალურ მასშტაბზე და მას ხავს მაგალითად ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვების ნაწილში და შემდეგ მან შეიძლება გაშალოს თავისი სტრუქტურა, მაგრამ კონკრეტულად ეს არის გეოცენტრული მიდგომა, რომელიც ორგანიზაციულ სტრუქტურას ახასიათებს. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს არის ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია, ანუ გლობალური ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების ასპექტები. კერძოდ პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს შემდეგ შეიძლება მოხდეს ორგანიზაციული სტრუქტურის ცენტრალიზება კომპანიის სათავო ოფისში და კომპანიის სათავო ოფისიდან მოხდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხორციელება, ანუ სათავო ოფისი წყვეტდეს მთლიანად გლობალური კომპანიის სტრატეგიული მიდგომის საკითხებს და მეორე არის დეცენტრალიზაცია, როდესაც იგივე რეგიონალების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით ხდება დირექტორების
ჩამოყალიბება, მაგალითად დირექტორი საქართველოს განყოფილების დირექტორი პირობითად, შეიძლება იყოს თურქეთის განყოფილების დირექტორი და ისინი გარკვეულ ავტონომიით სარგებლობენ საკუთარ შიდა არეალში, საკუთარ ტერიტორიაზე და დეცენტრალიზაცია მთლიანობაში დეცენტრალიზირებულია მართვის სტრუქტურა. საბოლოო ჯამში ყველა ეს დირექტორი შემდეგ ვალდებულია საკუთარი უშუალოდ ხელმძღვანელის მიმართ, რომელიც სათაო კომპანიაში, იგივე ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან თუ სხვა თანამდებობიდან კურირებს მსგავსი ტიპის დეცენტრალიზირებული ხელმძღვანელების მუშაობას. ასევე დირექტორთა საბჭოს როლი შვილობილ კომპანიებში ბუნებრივია ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც გლობალური კომპანიები წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთი შვილობილი კომპანიების სახით და ბუნებრივია მათ საქმიანობას კურირებას უწევს დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ სათაო ოფისს, რადგანაც მას ჰქონდეს კონტროლის მექანიზმი, მათ ჰქონდეს რეაგირების საშუალება ყველა იმ საქმეზე, ან ელემენტარულად ინფორმაცია ყველა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს სათაო და გლობალური კომპანიის შვილობილ კომპანიაში. ასევე კოორდინაცია გლობალურ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, რაც უფრო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგანაც კოორდინაციის არხებს, კოორდინაციის მექანიზმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იგივე ქსელის მართვას, რომელიც შექმნილია სათაო ოფისის მიერ, ბუნებრივია არიან გლობალური კომპანიები, რომელსაც ყავთ 10,000-ობით თანამშრომელი, 100,000-ობით თანამშრომელი, უშუალოდ ძალიან ბევრი რაოდენობა მენეჯერების, რომელიც ბუნებრივია მოითხოვს ინფორმირებას, კოორდინაციას და ერთიანი სტრატეგიით მოქმედებას, ამიტომ ბუნებრივია კოორდინაციის მექანიზმებში ძალიან მნიშვნელოვანია ქსელის არსებობა, ბაზების არსებობა და ამ ქსელის მართვა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის კონკრეტული მიმართულების, კონკრეტული დეპარტამენტის ფუნქცია გლობალურ კომპანიაში და ის ამ ქსელის საშუალებით უზრუნველყოფს სწორედ კოორდინაციას და მართვას მისი შვილობილი კომპანიების.